ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო საქართველოში 4 პირი დააკავეს. კონტრტერორისტულმა ცენტრმა 4 სპეცოპერაცია ჩაატარა. 2 ბრალდებული გურიაში, 1 თბილისში და 1 აჭარაში აიყვანეს. ამოღებულია ხელყუმბარები, იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობა, სპეციალური ელექტრონული და კომპიუტერული მოწყობილობები, ინფორმაციის მატარებელი და მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები და ისლამური სახელმწიფოს დროშები. დაკავებულებს ბრალი 236 მუხლი წარუდგინეს. თამარ გოგესაშვილი მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერში დეტალებით ჩაგვერთვება. თამარ, რა გეგმა ჰქონდა დაკავებულებს თუ საუბრობს ამაზე გამოძიება და შესაძლებელია თუ არა რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს? დაკავებულთა გეგმების შესახებ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ უსაუბრიათ, თუმცა მათ თქვეს, რომ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს, დაქირავებული შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიმართეს სასამართლოს მიმდინარე წლის 18 ნოემბერს და მოითხოვეს განჩინება და სასამართლო ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები 11 მისამართზე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს 29 ნოემბერს ჩატარდა 11 სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასევე სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი მეხსიერების ბარათები და ისლამური სახელმწიფოსთვის მიკუთვნებული დროშები. გამოძიება ვარაუდობს, რომ პირები, რომლებიც არიან ამ ეტაპზე დაკავებულები, შესაძლოა რაიმე კავშირში იყვნენ ისლამურ სახელმწიფოსთან. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის SIM ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ მოდემები, ბარათები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარადგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. არ არის გამორიცხული დაკავებულ პირებს დაუმძიმდეთ ბრალდება იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება მათი რაიმე სახით კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან, ამისთვის როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც გამორიცხავენ დაკავებულების რაიმე კავშირს ისლამურ სახელმწიფოსთან, ასევე იმ საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოდან სირიაში არიან წასულები. მეზობელი იყო, ხანდისხან დაილაპარაკებდა რა მეგობრობა და ერთხელ და ორხელ თუ ჩემთან იქ მოვიდა და წევიდა ამისთვის რა და კავშირი ქონდნენ და ტელეფონით ლაპარაკობდნენ და თვითონ შეხდებოდნენ სალამი და მეტი რა უნდა ეთქვეს. ეხმიანებოდნენ, მაგრამ არ ვიცი, მე უკვე დაბნეული ვარ და ვეღარაფერს ვახურ ლაპარაკობ. ისეთი შეშინებული. მოცულობდნენ ერთად, ისე რომ ახლო ისე არ იყვნენ. თუ იშვიათ იმან თუ მევიდოდა 2-3 თვეში ერთი წევიდოდა. მე თვითონ არ უშვებდი მაგას სახში რომ ის არის. თუ ლოცულობ ჯამეში არის, ჯამეში ლოცით ერთად ყველა. და იარებოდნენ, მე პარასკევდი დღე იარებოდნენ იმაში, მეჩეთში. დაკავებულებს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეორე ნაწილით, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული 13 საათზე და სავარაუდოდ დღეს უნდა იბრძელოს სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. დიდი მადლობა, ეგრეთ წოდებული მოდულის შენობიდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა.